საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მთავარი ამოცანა კონსტიტუციის დაცვაა. მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია იმედის ერთ-ერთ გადაცემაში ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ინტერესებშია ევროკავშირში გაწევრიანება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წესები და ამაზეც მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ როცა ევროპაზეა საუბარი და რატო გვინდა ჩვენ ევროპის ქვეყანა გავხდეთ და ის ღირებულებები, რომელიც მე ვთვლი, რომ 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილება როცა ქვეყანას რიგ შემთხვევაში საკმაოდ გამართული ქვეყანა იყო, რა თქმა უნდა, ეს წესებზე დამყარებული ქვეყანა იყო, წესების პატივისცემაზე მაქვს საუბარი, ხო? ის როლი, რომელიც მიმაჩნია, რომ შეუძლია პრეზიდენტმა ითამაშოს და ეს ფორმა, რომელზეც ჩვენ საუბრობ, გამოკვეთილი კონსტიტუციურად და ის შესაძლებლობები, რომელსაც ვხედავ, სხვა მიმართულებით არის, სხვა ფორმით იქნება ჩემი დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესის დაცვისა და რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება იმ პოზიციიდან, რა პოზიციაში მე როგორც პარლამენტის წევრი და ხალხის ძალის წარმომადგენელი ვიყავ. ევროკავშირთან მიმართებაში კაფიოდ გამოკვეთილი გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, პროცესი გვაქვს დაგეგმილი. ამას მუდმივად ვაღიარებთ და ვაცნობთ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან არაერთი შეურაცხყოფელი რეზოლუცია, დამამცირებელი დამოკიდებულება თითქოს ხომ უნდა ვიყოთ ჩვენ თანასწორები, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ხო, ურთიერთპატივისცემაზე, გამჭირვალობაზე, დაყნობილი ურთიერთობა, რასაც თითქოს ზედაპირულად ისინი აღიარებენ, თუმცა ქმედებებში ვხედავთ ამ ორმაგ სტანდარტს, რასაც მუდმივად აღიარებდა ჩვენი ხელისუფლებაც და ადამიანები, ვინც ხედავდნენ ამ პროცესს, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, სახელმწიფოს ეს გაცხადებული ნებაა და ამაში ყველა თავხდებით, ხო ეს 80%-ზე როცა გვაქვს საუბარი. მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც არა თქვენ და საზიანოთ, არამედ ეს ჩვენი ორგანული განცდა არის. ჩვენ არ ვიძახით უარს, კაფიოდ განაცხადა ირაკლი ყობახიძემ, დღეს მე მზათა ვართ. გახსენით მოლაპარაკება, ვაწერ ხელს და შევდივართ პროცესში. ეს ჩვენი მხრიდან. როგორც 2x2 4-ია ისე არის. ამ დამოკიდებულებას გულისხმობ, რომ ჩვენ უარი კი არა, პირიქით, განწყობილი ვართ, რომ მათი შეხედულებები უნდა შეიცვალოს. თორე იმის საპირწონედ, რასაც ისინი ჩვენს მიმართ შადიან და რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფას გვაყენებენ და არასწორად გვექცევიან, ჩვენ ხო შესაბამისად არ ვპასუხობთ მათ.